უკვე 35 წელიწადია საქართველოში 14 აპრილს დედაენის დღე აღინიშნება. ეს თარიღი საბჭოთა პერიოდში მომხდარ ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენას უკავშირდება. 1978 წლის 14 აპრილს მძლავრი საბჭოური ზეწოლის მიუხედავად ქართულმა ხალხმა უშიშრად გამოხატა ნება და მასობრივი გამოსვლა დაიწყო. ადამიანები წინააღმდნენ საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას საქართველოში ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ. დღეს 14 აპრილს დედაენის ძეგლთან მობრძანდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე. უწმინდესმა და უნეტარესმა ყველას მიულოცა შემკული და კურთხეული ქართული ენის დღე. ტრადიციულად ძეგლის გარშემო უამრავი ხალხი იყო შეკრებილი, სხვადასხვა სოციალური ფენის ადამიანები, მთავრობის წევრები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ერთსულოვნად გამოხატავდნენ ეროვნულ სულისკვეთებას. It was beautiful and beautiful dress. Together, security, secretary. And this my brothers was the მართლაც უდიდესი მადლიერება გვმართებს ღვთის წინაშე იმისთვის, რომ შესაძლებლობა გვაქვს ერთმანეთ შევესვიტყოთ ამ დიდებულ ენაზე და რომ ჩვენი შთამომავლობა ღვთის მადლით სამყაროს აღსასრულამდე ამენით აღვვლენს მადლობას, დიდებას და ვედრებას მოწყალე ღმერთს. ამინ. სიყვარულის ლექსის სადღე გრძელოს ენა, ხმათა ხავერდების და ღმერთების ენა. ქართველმა ხალხმა დედაენას ძეგლი დაუდგა. ძეგლი უკრავებისა და თაყვანისმცემლის სიმბოლოა. დღესვე ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძართან არსებულ ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა კონფერენცია, რომელიც დედაენის დღეს მიეძღვნა. კონფერენციას უძღვებოდა ცაგერისა და ლენტეხის მთავარეპისკოპოსი სტეფანე. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სასულიერო პირები, ჩვენი კულტურისა და მეცნიერების თვალსაჩინო წარმომადგენლები, სტუდენტები და მათი პედაგოგები. ახსოვს ის დღე, როდესაც იყო ძალიან დიდი პრობლემა და პრაქტიკულად ქართული ენის როგორც სახელმწიფო ენის სტატუსის დაკნინება იყო გადაწყვეტილი და პრაქტიკულად ქართველი ერი ერთად დადგა და ერთსულოვნად დაიცვა ეს ჩვენი ენის სტატუსი როგორც სახელმწიფო ენისა. და ზუსტად ეს დღე იყო და ჩვენ აღნიშნავთ ამ დღეს. ახალციხეში ვცხოვრობდი, ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო და აქედან გამომდინარე ვცდილობდით, რომ ეს ქართული ენის ნორმები დამკვიდრებულიყო წარმოებებში და ჩვენი ენთუზიაზმით და აქ რამდენიმე ადამიანია ენათმეცნიერების ინსტიტუტიდან, ვისაც იქიდან ვიცნობ და ესე იგი გვიწყობდა ხას წიგნებს გვაწვდიდნენ წიგნებს გვაწვდიდნენ ლექსიკონებს და ასე შემდეგ და ხანდახან როცა გვჭირდებოდა ხალხსაც გვიგზავნიდა რომ ამ ადამიანებთან ვისაც არ ქონდათ სწორი ესე იგი მეტყველება ვთქვათ სახელმწიფო ენაზე არ ქონდათ საქმის წარმოება რომ გადასულიყო თავისთავად ტექნიკური ტერმინოლოგია რთულია უბრალოდ ვერ გადათარგმნეს და საჭირო იყო გარკვეული ეს ლექსიკონები და კიდევ ახლაც ვამბობ დიდ მადლობას იმ ადამიანების მიმართ ვინც ამ საკითხში გვეხმარებოდა ჩვენ შეხვედრა ჩვენი კოლეგებისა და ჩვენი გარდა საზოგადოებისა ისახავს ერთ მიზანს ჩვენმა მეცნიერებმა უნდა წარმოადგინონ თავიანთი დასკვნები თავიანთი რეკომენდაციები და მეუფე სტეფანეს როცა ვკითხებით მოხდება
ამ საერთო წინააღმდეგობის ჩამოყალიბება ჩვენ როგორც სახელმწიფოს გვჭირდება აფხაზური ენის სპეციალისტები, რომლებიც თარგმნიან ქართულიდან აფხაზურად იურიდიულ ლიტერატურას, მხატვრულ ლიტერატურას, საცნობარო ლიტერატურას და სხვა საკანონმდებლო დოკუმენტებს. ასევე გვჭირდება ადამიანები, რომლებიც მუდმივად იმუშავებენ აფხაზური მოსახლეობისათვის საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული სხვადასხვა ნორმატიული აქტების გაცნობაზე და ეს ყოველდღიური სამუშაო. ძალიან ბევრი პრობლემაა, რომლებსაც ბუნებრივია სათანადო დონეზე მოვლა-პატრონობა და გადაწყვეტა სჭირდება და აი სწორედ ამ საკითხებზეც იქნება დღეს ჩვენს კონფერენციაზე საუბარი და შევეცდებით ჩვენი რეკომენდაციები მივაწოდოთ ხელისუფლებას, რომ გადაიდგას ის ნაბიჯები, რომელიც კიდევ უფრო მეტად დაახლოებს აფხაზურ და ქართულ საზოგადოებებს ერთმანეთთან. ენა ცოცხალი ორგანიზმია, მას ყოველდღიური პატრონობა ჭირდება, მას ყოველდღიური ხელისშევლება ჭირდება, მას უნდა მუშაობდნენ კვალიფიციური ადამიანები, რომ თუ რეფორმა არის საკუთრებული